შენობა არ იქნება. თუ ქრისტიან დემოკრატები ძალიან კაი სახელია 26 მაისს საქართველოს თავისუფლების დღეს სადღეგრძელოს არ სვამენ, მათ სინდისზე და ნამოსზე იყოს. ეხლა რაც შეეხება იმას რაც ვიზამთ. არანაირად არ ვაპირებთ დაშლისაკენ მოწოდებას. ეს არის გამორიცხული. ეს ეტაპი საქართველოს ისტორიაში გავლილია. ჩვენ დავგეგმავთ ისე, რომ საზოგადოებრივი პროტესტი იყოს დინამიკაში, იყოს გაგრძობითი და იყოს მშვიდობიანი. მაგრამ მშვიდობიანი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შევიდეთ დაუმორჩილებლობაში, არ ჩავკეტოთ ქუჩები, არ ჩავკეტოთ შენობები, ტელევიზიები. ჩვენ დავიშლებით მაშინ და სადღეგრძელოს დავლევთ, როდესაც საქართველოში დაინიშნება საპრეზიდენტო არჩევნები. და თუ უნდათ ამ სადღეგრძელოში შემოგვიერთდნენ და თუ არა და 2013 წელს გამოვიდნენ მერე არჩევნებზე თუ ესე ფიქრობენ. ხშირ შემთხვევაში, როდესაც არ ახარ საკითხს ჩახედული, გავშენი პოზიცია, რომელიც არ მინდა რომ გქონდეს. კონკრეტულად გულზე მომხვდა თქვათ რამოდენიმეჯერ ისეთი საკითხის გარჩევა, როგორიც იყო 90-91 წლების სამოქალაქო დაპირისპირება. ეს აუცილებლად უნდა გაირჩეს და უნდა გაირჩეს თავისუფალი სასამართლოთი და უნდა მოხდეს ეროვნული შერიგება და ყველას დიდი პატივის მიღება, მაგრამ უნდა გაირჩეს ეს სასამართლოზე და არა საკანში. მეორე რაც ესე იგი გულში თავში ძალიან მომხვდა, ეს არის აფხაზეთის ცნობა არ ცნობის ამბავი. ტაბუ უნდა კონდეს დადებითი იმას. მე მაგიტო გავაკეთე ეგ რომ ხოლმე ტაბუ ავხსენით ემას. ტაბუ რას ნიშნავს? ამაზე არასდროს არავის არ ულაპარაკია. ჯომები ხდება მიწებისათვის და საქართველოს ისტორიაში ეს არის ძირძველი ქართული მიწა. ტაბუ რას ნიშნავს ახლა? დარწმუნებული ვარ რომ იმასაც იძახი ყველაფერში გულწრფელი ხარ იმდენად რამდენადაც მე შეგიცნობ, მაგრამ მე მაინც მგონია რომ არის ისეთი თემები, სადაც კომპეტენტურობა უფრო მაღლა უნდა აიწიოს, ვინმე სხვა დანარჩენი რამ არის. ისეთი, მოდი ესე ვთქვა, ჩვენთვის ხელმიუწვდომელი არის ისეთი თემა, როგორიც არის სამშობლო, მიწა, წყალი, რა ვიცი. შემდეგი არის შემდეგი უკვე ის არის ღამე რო ცოტა გაგიჟდები ხოლმე, შენ თავს არ გავხარ ხოლმე და რომ თამაშობ ლევან. ხო, ვიცი. თამაშობ. ვიცი გია, ვიცი. ეს როცა თამაშობს კაცი თავის თავს აი ნახდათ სულის ამოხდა ეგეთი უნდა რაც უცნობმა გივის გაუკეთა მეთქი. აი ალალ მართლალი სულის ამოხდის ამბავი გააკეთა. იმიტომ რომ მართლა სული ამომეხადა მაგის ამ ტექსტი და ამ სიტყვებისგან და. ხო, მაგრამ რაღაცნაირად მეცად არ უყურებ ხოლმე ეს საბანს გადავიპარე ვაიმე. უნდა გაგიჟდა ვაიმე. არა, თვითონ ბრენდი გავანოლე, გივი, მარტო გივი კი არა. ვისაც გივი, მე მგონი საქართველოში გივის სახელს აღარ შეყურამდე მოვიდა ის ინფორმაცია, რომ ამათაც შვილები ყავთ ლევან და ამათაც პატარები ყავთ და ეხა ამათ მამებზე, ამაზე რა პრინციპში ისინი კომპლექსებიან, გესმის? ეს სიტუაციაც არის, მაგრამ ჩვენც რო ყავს შვილები და ჩვენც რო ომის დროს არ ვიცოდი და ხვალ გაუთენდებოდა თუ არ გაუთენდებოდა და სულს ამოხდიდა თუ არ ამოხდიდა და აქ მამამისენ მორფინის რო იძახიან, რომ გამოდის გივი და ის ჩემი შვილი არის, მეს მაგას? ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ თავისი შეცდომები დაინახონ ადამიანებმა, რომ არ არის არ უნდა აკადროს საზოგადოებას ისეთი რაღაცა, რომელიც შეგიძლია შემოგიბრუნდეს მერე რა. აი ეს მაგათ შვილებს მიმართავ პირადად და მაგათ ბავშვებს რა. რაც შეეხება იმას, ხვალ როგორ იქნება და რა იქნება, მართლა ძალიან კაი რაღაცა მითხარი ხვალინდელ დღეს, მართლა აი მიუძღვნი, იმიტომ რომ ჩემთვის იყო ეს შოკი, რაც ეხა მითხარი, ადამიანების გამოშვება, სანდრო გირგვლიანის მკვლელების გარეთ მე არჩი ფიზიკურად გამოუშვეს თუ არა, მე ვიცი რომ ყოველ შემთხვევაში რომ გაუნახევრეს და ეხა მაგათ უდო რო შეეხებათ, ეგ 100%-იანია. უდო. ო, უდო, ხო და შალვა რამიშვილს არ შეხებია ეს უდო და იმას და მკვლელებს შეიძლება რომ შეეხოს თურმე არ ვიცი და ყოველ შემთხვევაში ხვალინდელ დღეს უძღვნი ქალბატონ ირინას, რომელიც მართლა ჩემი აზრით საქართველოს დედად აღვიქომი ამ ადამიანს, ჩვენ მაინც ჩვენსაც მივახცევთ და სანდროს სიკვდილს არავის არ შევარჩენთ და არავის არ ვაპატიებთ, ეს პირდაპირ განვაცხადო, ესე ურეპეტიციოთ და ესე არასდროს არ მქონია ჩემ ცხოვრებაში კონცერტი და მეც
ვღელავ ცოტა არ იყოს, მე დასვენება მჭირდება, დაძინება მჭირდება და თუ დამასვენებ ხლემან კარგს იზავ. დედა ნერვიულობს, ორივე აქავარ და ერთი მაინცია. დედა. ხო და დღეს ვაპირებ, გამოვიძინო კარგად და ხვალისთვის რომ აღარ ვიყო დაღლილი და რაღაცა ეს მინდოდა რომ მაგდებ ესე იგი. არა მე საზოგადოებას მინდა დავპირდე რომ 9 აპრილამდე აუცილებლად მინდა შემოვიდე და ერთი ღამე შენთან ერთად დავიძინო რა. მელანი კალამი თითი და თვალი გადამიხადე ფიქრების ვალი თეთრი მთვარე და ღამურა წეში ვისანი ჩუმად მე ასში ასი წერტილი მძიმე ასოდა სიტყვა წინა დადება პირველად ვინ თქვა სინათლეს სიგნელი ცეცხლი და წყალი ხარი დასვივა თოვლი და დარი სიყვარული ვაგეთა ნახე გადავაგეთ სიყვარული ვაგეთა ნახე გადავაგეთ ო ლოვა ოქრო ხარ რა მაგრამ რა ცოტა რაღაც სხვა რამეც ჩამოგეტანა რა სახელთაც აღარ ვიტყვი მარტო აი ტონალობითაც უნდა მიხვდეს ხალხი აღარ ვიძახი ბატონო სახელს რა გინდათ აჰა რა უქნა ოქრო და ისი მივედი რომ ბავშვებსაც აღარ გაუტყდებათ რა სოჩუქრები ვარ ოქრო რა ის მაკლდა კაკრას რა ოხ ხარაგია მაიტანეთ ჩემი ტორტი მაიტანეთ არ მინდა ტორტი არ მინდა დღეს ხვალ გეპატიჟებით ტორტზე ხამე აი აქ ოქრიკებს გავაკეთებ რა ან მარტო შემოვალ ან ჩემს ძმაკაცთან ერთად რომელიმესთან ვინც წამომყვება და სხვა და ტელეფონის ჩართებსაც კონცერტის მერე თუ ძალიან მკვდარი არ ვიქნები გავაკეთებ ბიჭო მაგათ მიხდება ეს კუდი თუ ცდები ლევან აი ეგეთი რამე მოვიფიქრე იქ ოქრო რა გაიგე მოვიფიქრე რა უნდა ბატონი კუდია რა კუდია молодец ლოლოვა молодец გივი კანდალები მინდა რუსულს უმაზრობ გივი კანდალები ეს სოსო მაინტერესებს ვინ არის ეს საშინელი ამ სოსოებმა გამიხურეს საქმე რა სოსო დევდარიანი სოსო დევდარიანი აი რა საიდუმლო შეხვედრა გაიმართა ლევან გაჩეჩილაძეს და ბორის ბერეზოვსკის შორის სოსო თან კითხვის ნიშნით როწერს რუსი ოლიგარქი ბურჯანაძის გაპრეზიდენტებას დააფინანსებს მოიმე სოსო დევდარიანი აი სოსო